შენ თავს თუ შეცვლი, მოკლედ მაჯლაჯუნები ხო იცით ვინ არიან? მეცნიერულად ქვიათ შემზღუდველი რწმენები, limiting beliefs, ხო? და ჩვენ მაჯლაჯუნები არიან ჩვენ ენაზე, ანუ გიშლიან ხელს რაღაცეების გაკეთებაში. ერთ-ერთი მეთოდი მაჯლაჯუნას აქვს, რომ 20 გრამის დაკლება არ არის დაკლება. 20 გრამის დაკლება არ ყოფილა დაკლება. 10 ლარის დაზოგვა არ ყოფილა დაზოგვა. 10 სიტყვის სწავლა ინგლისურის არ ყოფილა ინგლისურის სწავლა, 10 წუთი კითხვა არ ყოფილა, 10 წუთი ფეხიციარული არ ყოფილა და ძალიან ჭკვიანური სტრატეგია აქვს ხო მაჯლაჯუნას, რომ გეუბნება რომ არა დღეში 5 სიტყვა დუოლინგო შენ არ გიშველის, მე ოქსფორდში წახვალ. იმდენი შენ რა გითხარი არის პასუხი. ვირაც თქვენ რამე გაგიკეთებიათ პატარ-პატარა ნაბიჯებით. აინშტაინს კითხეს დიდი ფიზიკოსი და რიტორიკულად კითხეს, ცოტა რომ იღბლის თუ გჯერათო, ხო იღბალი ხო ცოტა ესეთი რაღაცაა და იმიტომ კითხეს ალბათ რომ ელოდნენ რომ გიჟები ხო არ ახართ რა იღბლისო ეთყოდა და უთხრა რომ ჯერაო, იღბლის 100%-ით მჯერაო. და კიდევ ერთი დაკვირვება მაქვს, რომ რაც მეც მუშაობო, მით უფრო მიმართლებს. ანუ იღბალი ჩამოაყენებს თბილისის ცენტრალის მეორე ლიანდაგზე იმ მატარებელს შენ რო ოცნებობდი. ოღონდ შენ თუ არ ჩაალაგე ჩემოდნები და თუ არ დახვდი იმ მატარებელს, ესე იგი წავა შენი მატარებელი. ხო? ანუ იღბალი არის ის, რომ შენ იღბლის გარეშე და სამყაროს დახმარების გარეშე ბოლომდე მატარებელს ვერ მოიყვან, მაგრამ შენ თავს ხომ მიიყვან იმ ბაქანზე, ხო? და ეგეთი იღბალი სახში მოგივარდება, კაცო და გაგათრევს და წაგიყვან სამუშაოდ და სასწავლებლად. არ არსებობს ეგეთი იღბალი. თუ არ თქვი მაინც, თუ არ გამოხატე და შენზე რაც არის ის სამუშაო თუ არ შეასრულე, იღბალი ვერ გიპოვის, ვერ მოგაგნებ.